ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელით ზაზა ხატიაშვილია ხაზზე. ზაზა, მადლობა დიდი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ გუშინ მოითხოვეთ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. რატომ? მე ინგა მინდა მოგესალმო. მე მინდა მივესალმო ჩვენ მაყურებელს. ძალიან დიდი პატივისცემით. თქვენ კარგად იცით, რომ როდესაც ახალ მინისტრს და კაბინეტს ამტკიცებდნენ, მე მივმართე საქართველოს პარლამენტს, რომ მინისტრი მღებრიშვილი და მინისტრი წულუკიანი არ შეიძლება ყოფილიყვნენ მინისტრები, ვინაიდან სახელმწიფოში ეგუებოდნენ წამებაში მხილებული პოლიციელების ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად. მე თქვენთან ეთერში ვთქვი, რომ ქობულია, რომელსაც ხელსადებდა ბრალდებული, რომ მას აწამებდა და შემდეგ იატაკიდან დვალიშვილს კოკა-კოლა ენით ალოკინა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა, ეს პოლიციელები რჩებოდნენ თანამდებობებზე. პირიქით, ღარიბაშვილი ადგა და ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროსასამართლომ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო წინააღმდეგ კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაზე, ესაა წამება არახუმანური არადამიანური მოპყრობა, ეს ადამიანი დააწინაურეს პოლიციის სამართლოს უფროსის თანამდებობაზე. მე ინგა თქვენთან ეთერში გახსოვთ, თქვენ მოგიტანეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ გამომძიებლებად მუშაობდნენ, ინსპექტორ გამომძიებლებად ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საშუალო დამთავრებული და ვითხოვდი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინაიდან ეს ადამიანი აკანონებდა უკანონობას პოლიციაში. რამოდენიმე დღის წინ სემეს ჟურნალისტი გასვიანი. მე ეს ვიწინასწარმეტყველე ინგა ერთი თვის უკან, როდესაც ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანების მინისტრება დანიშნა. მღებრიშვილის მოღვაწეობა ასოცირდებოდა ძალიან ბევრ საეჭვო წამების ფაქტებთან, რაზედაც მე გავაკეთე რამოდენიმე განცხადება და უკაცრავად თუ შეიძლება ერთი არის დაუშვათ განცხადებები, მეორე არის ფაქტები. თქვენ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხართ. თქვენ კარგად იცით, რომ ყველა სიტყვას, რასაც ამბობთ, გამყარება უნდა არგუმენტები. ძალიან რთული, ძალიან მძიმე ბრალდება რა წამებებში არის ეჭვი. არა, მძიმე ბრალდება არ არის. არა, მძიმე ბრალდება არ არის. როდესაც ადამიანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არის დადასტურებული, რომ ეს ადამიანი იღებდა წამებაში არახუმანურ არადამიანურ მოპყრობაში და მინისტრი მღებრიშვილის დროს ეს ადამიანი რჩება პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წამებაში არახუმანურ არადამიანურ მოპყრობაში დახმარება, დაფარვა ამ დანაშაულის. მე გისვავთ კითხვას, შეიძლება ადამიანი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე მუხლის აღიარებული იყოს როგორც არახუმანური არადამიანური მოპყრობის მონაწილე და ის ადამიანი იყოს პოლიციის სამმართველოს უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ადამიანს სამსახურიდან არ უშევებს. ეს არის თანამონაწილეობა ადამიანის წამებაში ჩემი შეფასებით. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? მეორე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მე ვაკეთებ განცხადებას და ვეუბნები, რომ ხალხო არ შეიძლება გამომძიებლად მუშაობდნენ პირები, რომლებსაც სკოლა აქვს დამთავრებული. შინაგან საქმეთა მინისტრი ამაზე განცხადებას არ აკეთებს და ცნობილი ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ნორმაც გააკეთა მასალა და მიმართა სამინისტრო ადასტურებს, რომ გამომძიებლად მუშაობენ მეგობრებო სკოლა დამთავრებული პირები. მე ვსვავ კითხვას, რატო იღებდნენ ამ პირებს? პირველ რიგში ეს ხალხი უნდა გაუშვან და არა წესიერი თანამშრომლები. ეხლა დაერევიან წესიერ პოლიციელებს და იმ ადამიანებს ქობულია ხალხო გადაამოწმეთ. შეიძლება რომ პოლიციის სამმართველოს უფროსი იყოს. მას არავინ არ გაუშვებს. ქობულიას თემაზე თქვენ ბევრჯერ გისაუბრია ზაზა, მაგრამ აი როდესაც ამბობთ, რომ ეხლა დაერევიან ამ ადამიანებს, ეგ მინისტრი ბალაშჩი სწორედ მათ გულისხმობდა, ვიზეც ეხლა თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ სკოლა დამთავრებული ადამიანები და არაკვალიფიციური ადამიანები არიანო გამომძიებლები. არა, მე მომისმინეთ ხო და სანამ ამ ქვეყანას ჭაობში შეიყვანდა მინისტრი მღებრიშვილი, დადგეს თუ არა უნდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომ ეს ადამიანები მუშაობდნენ პოლიციაში. ქობულია მეგობრებო, 2 წლის განმავლობაში ვითხოვ, რომ ეს ადამიანი უნდა ჯაჟდეს საბრალდებო სკამზე. მეორე წელია მინისტრია მღებრიშვილი, 2 წელი ასუცდიდა მღებრიშვილი, ხო? აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე მე. ინგა დამერწმუნე, თქვენ რომ სახელმწიფოს ვერ იპოვი ევროპის ქვეყნებში, სადაც პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდეს პირი, რომელზეც არსებობს ევროპული ადამიანის სასამართლოს გადაწყვეტილება,
კონვენციის მესამე მუხლის სავარაუდო დარღვევაზე გასაგებია ზაზა კიდევ ერთი რამ მინდა რომ ვკითხოთ კი ბატონო აი თქვენ გიორგი გასვიანთან ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელეთ განცხადება ამ შემთხვევაში რას ითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან რა უნდა გაეკეთებინა მას ჩვენ ვნახეთ დღეს ჟურნალისტი თავად ესწრებოდა მინისტრის საგანგებო პრესკონფერენციას და ვნახეთ ისიც რომ მინისტრმა თქვა რომ ჩვენ აღარ ვიძიებთ იმიტომ რომ აგვერიდებინა მთელი რიგი მოსაზრებები და ეჭვები ამიტომ საქმეს იძიებს პროკურატურა გასვიანის თემასთან მიმართებაში მინისტრის რა პასუხისმგებლობას ითხოვთ კი ბატონო ქალბატონო ინგა, როდესაც ერთი წლის უკან ადვოკატი გიორგი მდინარაძე აწამეს, კაცი რომელიც მიდიოდა სახაზინო წესით, დაეცვა არასრულწლოვანი, დაადეს ბორკილები, დღეს სასამართლოში მოდიან პოლიციელები და ამბობდნენ რომ ადვოკატმა თვითონ მიიყენა დაზიანებები. წარმოგიდგენია რა ცინიზმია, როცა მინისტრი ამას უშვებს, როცა მინისტრი არ არის თავის სიმაღლეზე და არ ამბობს რომ ხალხო ესეთი რამეები არ შეიძლება, ესეთი პოლიციელები ვინც მოდიან დღეს სასამართლოში და ამბობდნენ რომ ადვოკატმა თვითონ მიიყენა დაზიანებებიო. შეიძლება მეგობრებო პოლიციაში მსახურობდნენ? მე გავაკეთე განცხადება რომ ამით ხდება წახალისება რომ ადამიანები აწამონ. მინისტრ მღებრიშვილი თუ გააკეთებს შეკრებას, ამათ ჩვენ არ გვინდა რომ გავიგოთ და ეთქვის პოლიციის სამმართველოს უფროსებს, რომ მე გავიგო რომ ადამიანს აწამებთ, არახუმანურად ექცევით, თქვენ პირადად აღებთ პასუხს. მე დამერწმუნე, ინგა, მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიცი პოლიციაში რა ხდება, თითქმის ყოველდღიური ინფორმაცია მაქვს. ძალიან ცუდი ფაქტები ხდება და მე ქართულ ოცნებასაც მივმართე რომ იცოდეთ, სააკაშვილი შეიძლება ყველაზე მეტად არ უნდა რომ გირგულიანი მომხდარიყო, მაგრამ იმ განუკითხაობა მოიტანა გირგულიანი, იმ განუკითხაობა მოიტანა ვაზაკაშვილი და ის განუკითხაობა რა დღეს პოლიციაშია თუ სასტრაფოდ არ მიიღეს ზომები, მოიტანს ცუდ შედეგებს. მე ამას კეთილგანწყობით ვეუბნები რომ ესენი არ შეიძლება თუ პრევენციული ზომები არ იქნა მიღებული. თუ სასტრაფოდ დღევანდელმა პარლამენტმა არ შეიმუშავა კანონპროექტი და საგამოძიებო დამოუკიდებელი ორგანო არ შეიქმნა, რომელიც გამოიძიებს პოლიციიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს, ეს ქვეყანა ჭაობში ჩავარდება და მე ეს არ მინდა. როცა სტუდიაში უნდა გადმოვიდე უკვე აქ მყოფ სტუმრებთან. კონკრეტულად ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. აქამდე რა უნდა გაეკეთებინათ საგამოძიებო სტრუქტურებს და რა არ არის გაკეთებული. რატომ ახსენეთ გუშინ მინისტრის პასუხისმგებლობის კონტექსტში ეს გასვიანის თემაც? იმიტომ ვახსენე ინგა რომ რამოდენიმე ესეთი შემთხვევა ხდება, რაც იღებს უკვე სისტემურ ხასიათს და აქედან გამომდინარე მინისტრი რომელსაც არ შეუძლია ამ ფაქტებზე დროულად მოახდინოს რეაგირება. აღკვეთოს ესეთი ფაქტები, ფაქტი არ უნდა მოხდეს. უნდა ყველა პოლიციელმა იცოდეს რომ სასტიკად დაისჯება. პოლიციელებმა რომ ეს იცოდნენ დამერწმუნე ინგა, მე ვიცი ახლა პოლიციის სისტემაში რა ხდება და ვიცი შიდა სამზარეულო. ეს არ მოხდება სასტრაფოდ, როდესაც ატყდა ერთი ამბავი, რომ ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა და შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს წერს ეს განცხადებას, რომ აი თვითონ და თავისი განცხადებით წავიდა. მინისტრი მღებრიშვილი რომ გამოსულიყო და ეთქვა, როდესაც ადვოკატი აწამეს. და ეთქვა რომ სამარცხინოდ იქცევიან პოლიციელები, როდესაც აძლევენ ჩვენებას, რომ თითქოს ადვოკატმა მიიყენა თვითდაზიანებები. ეს განცხადება რომ გააკეთებინა, მე დარწმუნებული ვარ, გასვიანის შემთხვევა აღარ იქნებოდა. ჩვენ გვინდა პოლიცია, რომელიც ჩვენ გვიცავს და არა პოლიცია, რომელიც გვაშანტაჟებს. ამიტომ ვიბრძვი მე და ამიტომ ვაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მე ვთვლი, აი ჩამოთვლილი გარემოებიდან გამომდინარე თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. რატომ არ აყენებენ პარლამენტში საკითხს? ინგა ხო დაგიტოვე შენ, რომ გამომძიებლები არ შეიძლება იყვნენ სკოლა დამთავრებულები. ეს არ არის საკმარისი რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებინა. შეიძლება გამომძიებელი სკოლა დამთავრებული იყოს. მადლობა დიდი ზაზა ხატიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მას აქვს პრეტენზიები შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით და ითხოვს გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობას გულისხმობ თანამდებობიდან წასვლას. ფაქტია ის, რომ მინისტრმა დღეს განმარტებები გააკეთა, მე ზაზას ვემშვიდობები, გადმოვდივარ უკვე სტუდიაში. ფაქტია ის, რომ მან თქვა, რომ მისი გუშინდელი განცხადების ინტერპრეტაცია მოხდა, თუმცა იქვე ისევ